მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობთ 2025 წლის დეკემბრის ტარო პროგნოზ კირჩხიბებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია. და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები. საქმიანი სფერო და თვითრეალიზება. ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია. მე-18 მაღალი არკანი მთვარე. ამ პერიოდში გექნებათ გამძაფრებული ინტუიცია, მოგინდებათ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი შინაგანი სამყაროს შეცნობას და საკუთარ თავთან დიალოგს. შესაძლებელია სწორედ დეკემბრის განმავლობაში გააცნობიეროთ თქვენი ისეთი ქვეცნობიერი სურვილები და მოგინდეთ ისეთ საკითხებზე ზრუნვა, რასაც ჩვეულებრივ ყურადღებას არ აქცევდით, ან მუდმივად გადაავადებდით ხოლმე. გახდებით მეოცნებეები და ბევრს იფანტაზიორებთ, ამასთანავე შესაძლებელია თუ ასეთ განწყობებს აყვებით გაგიჩნდეთ გარკვეული ილუზიებიც და ხშირ შემთხვევაში თქვენი წარმოდგენები იქნება ნეგატიური შინაარსის და ასეთი შფოთვა აწმყოსა და მომავლის მიმართ იქნება რეალობისგან მოწყვეტილი. შესაძლებელია გაგიჩნდეთ ეჭვებიც, მოგინდეთ ჩაწვდეთ გარკვეულ საიდუმლოებებს ან გარშემოყოფების დაფარულ ზრახვებს, ასევე შესაძლებელია ამ პერიოდში გქონდეთ დაუცველობის და არასტაბილურობის განცდა, გახდეთ უფრო ემოციურები, სენტიმენტალურები, მიდრეკილი იქნებით საკრალური ინფორმაციის მიღების მიმართ, შესაძლებელია მოიქცეთ სხვადასხვა მისტიკური თეორიების გავლენის ქვეშ, მათ შორის შესაძლებელია გლობალურ დონეზე გარკვეული შეთქმულებების თეორიებიც ადვილად დაიჭეროთ. ამ პერიოდში გაგიჭირდებათ ყურადღების კონცენტრაცია, მობილიზება, შეეცდებით ყველა საქმე გადაავადოთ, დრო გაწელოთ და ზოგადად ნაკლები პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მე-19 მაღალი არკანი მზე. ერთი მხრივ ძალიან პოზიტიური ბარათია, გექნებათ ენერგია პირადი ურთიერთობებისთვის. ამ პერიოდში შეძლებთ ნათელი მოფინოთ ზოგიერთ ბუნდოვან და გაურკვეველ საკითხს. დაძაბული ურთიერთობების შემთხვევაში შეძლებთ პარტნიორთან ერთად დააიდენტიფიციროთ პრობლემები და დასახოთ მათი მოგვარების გზებიც. თუმცა მეორე მხრივ თვის მთავარი ენერგიის გათვალისწინებით შესაძლებელია დეკემბერში გქონდეთ პარტნიორის მიმართ ეგოისტური დამოკიდებულება, მოგინდეთ იყოთ ყურადღების ცენტრში, გაგიჩნდეთ მეტი პოზიტიური ენერგიის მიღების მოთხოვნილება, ასევე შესაძლებელია ამ პერიოდში აქტუალური იყოს ბავშვების თემაც. ზოგიერთი თქვენგანი შესაძლებელია ელოდებით კიდეც ამ პერიოდში ბავშვის დაბადებას, ან დაიწყოთ დაგეგმვა და ზრუნვა ბავშვის გაჩენაზე. შესაძლებელია მეტი ყურადღება დაჭირდეთ შვილებს და მათთან მოგიწიოთ დიდი დროის გატარება, ან მეტი ყურადღების დათმობა. და ეს არკანი ასევე გულისხმობს საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილებზე გადაჭარბებულ კონცენტრირებას და გირჩევთ ამ პერიოდში განსაკუთრებით აკონტროლოთ ეს ასპექტები. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. პირველი მაღალი არკანი მაგი. თუ ამ არკანს პოზიტიურ ასპექტში წავიკითხავთ, ამ პერიოდში პირად ურთიერთობაში შეძლებთ თქვენი ემოციების მოტოკვას, შეძლებთ თავი ხელში აიყვანოთ და პარტნიორთან ურთიერთობაში არ გამოავლინოთ თქვენი შინაგანი დაძაბულობა. შეძლებთ კონცენტრირდეთ პოზიტივზე და საკმაოდ ჰარმონიულად გაიაროთ ეს პერიოდი. თუმცა ნეგატიურ ასპექტში ეს ბარათი მოიაზრებს манипуляციებს, შესაძლებელია მოგინდეთ თქვენი ნეგატიური განწყობები კიდევ უფრო გაამძაფროთ და თავს მოახვიოთ თქვენი შფოთვა პარტნიორსაც. გამოავლინოთ ეგოიზმი და მოითხოვოთ მისგან მეტი მზრუნველობა, მეტი ყურადღება და მასაც მოუწიოს მოითმინოს თქვენი ჭირვეულობა. ასეთ შემთხვევაში ისევ და ისევ გირჩევთ იმოქმედოთ ნაკლებ ემოციურად და მაქსიმალურად გამოავლინოთ რაციონალურობა, რომ
არ დაძაბოთ არც პარტნიორი და თქვენც ნაკლებ მტკივნეულად გაიაროთ ეს პერიოდი. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, მეცხრე მაღალი არკანი განდეგილი, აქ ურთიერთობაზე საუბარიც არ არის, შესაძლებელია ჯერ კიდევ წინა პარტნიორისგან მიღებული ტრავმების გადააზრების პროცესში ხართ, ან ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდით, როგორი სახის ურთიერთობა გჭირდებათ ცხოვრების ამ ეტაპზე. შესაძლებელია ფიქრობთ, რომ პირადი ურთიერთობა ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდეს თქვენი სხვა მიზნების მიღწევისთვის, ან უბრალოდ ეს თემა ის საკითხი დახურული გაქვთ და არც კი ფიქრობთ პირად ცხოვრებაზე. ყოველ შემთხვევაში ამ პერიოდში ასეთი ურთიერთობების დაწყების შანსს ნამდვილად ვერ ვხედავ. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ დეკემბერში საქმიანი სფერო, მონეტების 4-იანი. ამ პერიოდში შეეცდებით მოიპოვოთ სტაბილურობა საქმიან სფეროში, ან თუ თვლით, რომ უკვე ხართ გარკვეულ სტაბილურ მდგომარეობაში, შეეცდებით შეინარჩუნოთ არსებული პოზიციები და თქვენი ენერგია მიმართული იქნება ამ ამოცანის შესრულებისკენ. სტაბილურობაში ბუნებრივია გულისხმობ როგორც გარანტირებულ სამსახურებრივ პოზიციას, ასევე შემოსავლებს და ზოგადად ფინანსურ რესურსსაც. თქვენთვის მატერიალურ კეთილდღეობაზე და სამუშაო პოზიციების გამყარებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანი იქნება დეკემბრის განმავლობაში, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობთ სიტუაციის კონტროლს, საიმედოობის შეფასებას და უსაფრთხოების საკითხებს. ეს ბარათი ასევე გულისხმობს გარკვეულ კონსერვატიზმს, ჩაკეტილობას, მესაკუთრეობას და იჭვიანობას, რაც თავის მხრივ ბუნებრივია ხელს უშლის განვითარებას და პროგრესს. ამიტომ რჩევის სახით გეტყვით, რომ დაფიქრდით, რამდენად სწორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენი თვითრეალიზების საკითხთან მიმართებაში და იმით, რომ ასეთი მიჯაჭვული ხართ არსებულ მდგომარეობას, ხომ არ აფერხებთ თქვენი პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის პროცესს. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მე-15 მაღალი არკანი ეშმაკი. დეკემბრის განმავლობაში თქვენი შრომის უნარიანობა შესაძლებელია საქმეზე მიჯაჭვულობაში გადაიზარდოს, გქონდეთ განწყობა, რომ გინდათ ყველაფერი მოასწროთ, ყველაფერი ბოლომდე მიიყვანოთ და უნებურად ან განზრახ მოგიწიოთ ჩვეულებრივზე მეტი დრო დაუთმოთ სამსახურს, მეტი ენერგია დახარჯოთ. ასევე შესაძლებელია გაგიჩნდეთ აზრი, რომ თუ მეტად ჩაერთვებით სამუშაო პროცესებში, მეტად შეგამჩნევენ და მეტად დაგიფასდებათ შრომა. თუმცა იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ თქვენი არასწორი ფიქრები და მოლოდინებია და ეცადეთ იყოთ ზომიერები. მკაცრად გამიჯნეთ სამუშაო დრო და დრო, რომელსაც თქვენს თავს დაუთმობთ, ასევე ამ პერიოდში არის შანსი, რომ თვითონ სამსახურმა, თქვენმა ზემდგომებმა შემოგთავაზონ მაცდური წინადადებები, ან შეგაქონ ზომაზე მეტად, რომ მოიპოვონ თქვენი კეთილგანწყობა და საბოლოო ჯამში მეტად გამოიყენონ თქვენი რესურსი. მაგალითად, გამუშაონ შეთანხმებულ დროზე მეტხანს, ან შეგასრულებინონ ისეთი სამუშაო, რომელიც არ შედის თქვენს მოვალეობებში. ამიტომ იყავით ყურადღებით და არ წახვიდეთ კომპრომისებზე. გახსოვდეთ, გარშემოყოფები გაფასებენ ზუსტად იმდენად, რამდენადაც თქვენ თვითონ აფასებთ საკუთარ თავს. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, კვერთხების ტუზი. დეკემბრის განმავლობაში თქვენ გექნებათ დასაქმების მაღალი შანსი. ამ პერიოდში იქნებით ენერგიით, ინიციატივით და ენთუზიაზმით სავსე. ადვილად შეძლებთ დაარწმუნოთ დამსაქმებლები თქვენს პოტენციალში, შესაძლებლობებსა და პროფესიონალიზმში, თქვენ საჭიროებაში და უპირატესობაში სხვა კანდიდატებთან შედარებით. ეს ბარათი მიუთითებს ახალ დასაწყისზე, ახალ საქმეზე, მათ შორის საკუთარი საქმის წამოწყებაზეც, ამიტომ იფიქრეთ ამ მიმართულებითაც. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, თასების 7-იანი, აქ შესაძლებლობების სიმრავლეზე და ამ შესაძლებლობების მრავალფეროვნებაზეა საუბარი. დეკემბრის განმავლობაში არაერთი ხელსაყრელი შემთხვევა მოგეცემათ თქვენი სურვილების და მიზნების რეალიზებისთვის. შესაძლებელია მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშეც აღმოჩნდეთ და მოგიწიოთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება. ამ პერიოდში სავსე იქნებით შემოქმედებითი ენერგიით, გამოავლენთ ორიგინალურ და საკმაოდ კრეატიულ ხედვებს, თუ
თუმცა ასევე არის რისკი, რომ შესაძლებლობების სიმრავლემ აკაღელოთ, დაგაბნიოთ, გაგიჩინოთ გადაჭარბებული მოლოდინები და შეგიქმნათ არასწორი ილუზიები. ამიტომ გირჩევთ იმოქმედეთ მაქსიმალურად რაციონალურად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ ნაჩქარევად, მით უმეტეს ემოციურ ფონზე. და იცოდეთ, რომ თუ სწორად დაგეგმავთ თქვენს მოქმედებებს და სწორ არჩევანსაც გააკეთებთ, ეს პერიოდი საკმაო წარმატებებს მოგიტანთ და გამორიცხული არ არის თქვენი საქმიანობის სერიოზული მასშტაბირებაც მოახერხოთ. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს დეკემბერში, მონეტების 6-იანი, დეკემბერს ფინანსური თვალსაზრისით პოზიტიურად გაივლით, შეძლებთ ადვილად გამომკლავდეთ არსებულ ვალდებულებებს და საჭიროების შემთხვევაში დახმარების ხელსაც გამოგიწვდიან შესაბამისი პირები. ამ პერიოდში შესაძლებელია მიიღოთ საჩუქრები, ან ფულადი პრემია. ეს პერიოდი ასევე ხელსაყრელია თქვენთვის გახსნათ ანაბარი და დაიწყოთ ფულის შეგროვება თქვენი მიზნებისთვის. გააკეთოთ მოკლე ან გრძელვადიანი ინვესტიციები, შეიძინოთ ან გაყიდოთ უძრავ-მოძრავი ქონება, ან საჭიროების შემთხვევაში აიღოთ კრედიტი. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მე-14 მაღალი არკანი ზომიერება, აღიჭურვეთ მოთმინებით, შეინარჩუნეთ შინაგანი ბალანსი და ჰარმონია, არავითარ შემთხვევაში არ დაივიწყოთ ზომიერების აუცილებლობა ყველაფერში, თქვენ ახლა გადიხართ ღრმა, ტრანსფორმაციულ გაჯანსაღების მნიშვნელოვან პერიოდს სულიერ და მატერიალურ დონეზე და გაქვთ მაღალი ძალების და სამყაროს მხარდაჭერა ამ საპასუხისმგებლო გზაზე. ასეთი იყო 2025 წლის დეკემბრის ზოგადი ტარო პროგნოზი კირჩხიბებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე, გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობუქში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.